გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროს გიგი კალანდაძეს, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი ბრალდება მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე. საქალაქო სასამართლოსთან არის ჩვენი კორესპონდენტი ზვიად ხუჯაძე. დიახ, უკვე 3 საათზე მეტია თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ჯანმრთელებული 6 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. სასამართლომ კონკრეტულად დღეს პროკურატურამ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთი ახალი ბრალი წაუყენა, მას ბრალი ედება ორთეჭალის ციხის ბუნტის პროვოცირებაში. ბაჩო ახალაიასთან ერთად ჯანმრთელებულ გენშტაბის ყოფილ უფროს გიორგი კალანდაძეს მოსამართლემ დღეს უკვე ორი ბრალდება მოუხსნა. საქმე ეხება 12-19 ნოემბერს წაყენებულ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკმარისად ჩათვალა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დროისათვის გიორგი კალანდაძე არ გახდათ გენშტაბის უფროსი. ის თანამდებობიდან გათავისუფლდა 8 ნოემბერს. უბრალოდ მხოლოდ 5 დეკემბერს მოაწერა პრეზიდენტმა ბრძანებულებას მისი გათავისუფლების თაობაზე ხელი. აქედან გამომდინარე სასამართლომ საკმარისად ჩათვალა დაცვის მხარის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კალანდაძეს ამ ნაწილში ბრალი მოხსნოდა. სწორედ ამის შემდეგ მან ასევე მიიღო გადაწყვეტილება, მოსამართლე ეკა არეშიძემ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი კალანდაძეს უკან უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი 10,000 ლარის ოდენობის თანხა. დღესვე ასევე გიორგი კალანდაძესთან მიმართებაში საქმეში რჩება ერთი ბრალეულობა, ეს გახლავთ 332 მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ჯანმრთელებული 6 პირის სასამართლო პროცესი შეგახსენებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება. ვასკა. დიდი მადლობა ზვიად ხუჯაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.